დეტოქსი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ორგანიზმის განთავისუფლება ინტოქსიკაციისგან. გაახალგაზრდების ეფექტი არის. სტრესების საოცარი განეიტრალება ხდება. ენერგია, შემართება და გუნება განწყობილება ძალიან მაღლა იზრდება. დეტოქსის ერთ-ერთი უდიდესი მიზანი არის ასევე კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის და ნაღლის ბუშტის გაწმენდა. მინდა გითხრათ, რომ ბოლო მონაცემებით დეტოქსის, ასე ვთქვათ, ბრუნვა მსოფლიოს მასშტაბით შეადგენს წელიწადში 65-70 მილიარდ დოლარს. და რაც ყველაზე საინტერესო არის, ზრდა ყოველწლიური არის 10-დან 12%-მდე, ანუ ფაქტობრივად სრულიად მოკლე ვადაში მიაღწევს 100 მილიარდ დოლარს. და არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროდუქტი wellness ტურიზმისთვის. საქართველოში ეს პროდუქტი მხოლოდ ვითარდება, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, როგორც wellness ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე დეტოქს პროგრამების მოზიდვისთვის. ჩვენ გვაქვს ფაქტიურად საკვები, რომელიც დეტოქსში შეიძლება იყოს გამოყენებული. ასევე ყურძნის პროდუქტებიდან საოცარი პროდუქტების დამზადება შეიძლება დეტოქს პროგრამებისთვის. ჩვენ გვაქვს მთიანი რაიონები, სადაც შესაძლებელია მაღალი და კარგი ფიზიკური აქტივობა. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ბალნეოლოგიაში ამხელა გამოცდილება, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც wellness ტურიზმში, ასევე დეტოქს პროგრამებში. დეტოქს პროგრამა პირველ რიგში ეს არის საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური ბლოკი, რომელზეც მაქსიმალურად ვსწავლობთ, რა ნივთიერებები, რამდენი ხნის განმავლობაში, რა ინტოქსიკაცია დაგროვდა ადამიანის ორგანიზმში, ვაფასებთ ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას და შემდეგ, რომ მარტივად ვთქვათ, შედის პირველი სპეციალური კვება, ანუ დეტოქს მენიუ, შედის სპეციალური სამკურნალო მცენარეები, ვიტამინების და მინერალების ფორმულები და ძირითადი პროცედურებიდან ეს არის სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობა, სითბური პროცედურები, ეს არის საუნა ან ორთქლის, ესე იგი, აბანო, ასე ვთქვათ, რომ დავარქვათ ქართულად, შედის სხვადასხვა სახის ლიმფოდრენაჟის მასაჟი, როგორც მანუალური, ასევე აპარატული და სხვადასხვა სახის აბაზანები და შეფუთვები. დეტოქს პროგრამაზე მომართვა ხდება როგორც ესე იგი ადგილობრივი მოსახლეობისგან, ასევე უცხოელებისგან. რა თქმა უნდა, საქართველოს ბაზარზე მოთხოვნა შედარებით დაბალია, იმიტომ რომ პროდუქტი ფაქტიურად ასეთი სახით არ არის და ცნობადობა აკლია. უცხოეთიდან უფრო მეტია, მაგალითად აი ამ წუთში, მაგალითად ხო შეერთებული შტატებიდან არიან სტუმრები. საკმაოდ ბევრი ადამიანები ჩამოდიან ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე ისრაელი, შვეიცარია და იტალიელები. შეიძლება იყოს თუ არა wellness პროგრამა ბიუჯეტური და მაღალბიუჯეტური. რა თქმა უნდა, გადასარევი და მაღალეფექტურია, როდესაც უკვე პროგრამაში ყველაფერი შედის და ეს რა თქმა უნდა მაღალბიუჯეტური პროდუქტი არის, მაგრამ მაგალითად კონსულტაციის და დიაგნოსტიკის საფუძველზე შესაძლებელი არის ასევე ეგრეთ წოდებული სახლის პირობებში დეტოქს პროგრამის შექმნა. რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო დაჭირდება, გაწერილი იქნება დროში, შეიძლება ისეთი ღრმა დეტოქსი ვერ მოხდეს, მაგრამ საკმაოდ კარგ შედეგს შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს ასეთი მონაცემებით.